არ შეიძლება რომ 500 ლარიანმა ოჯახის ექიმმა 2000 ადამიანის ჯანმრთელობაზე აიღოს პასუხისმგებლობა. გამორიცხოთ ან 1000 ან 1500 ლარად არ შეიძლება ეს ყველაფერი. არ შეიძლება ერთთანს 500 ლარად, 600 ლარად ყავდეს 20-25 პაციენტი ერთ-ერთთანს კლინიკებში, საოცარი დეფიციტია ექნებისაც, ჩამოშლის პირას არის ქართული ჯანდაცვის სისტემა, ვერა და ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს და ამ პრობლემებში როცა ვიხჩობით, შესაბამისად მოქალაქე რჩება დაუცველი. კერძო დაზღვევით მოსარგებლე, გინდა პოლიციელი იყოს, გინდა ექიმი იყოს, ვის აქვს ნორმალური კერძო დაზღვევა? ვის პასუხისმგებლობა, რომელი პოლიციელისა, რომელი ექიმის, ან რომელი ჟურნალისტის ჯანმრთელობაზე არის პასუხისმგებელი დღეს სახელმწიფო? არც ერთის, არავის არ იღებს პასუხისმგებლობას. პასუხისმგებლობას აკისრებს ან კერძო კლინიკას, ან კერძო სადაზღვევო კომპანიას, არამც და არამც. საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობა პასუხისმგებელი არის საქართველო. სახელმწიფო და სახელმწიფო უნდა უზრუნველყოს კვალიფიციური კადრი, კვალიფიციური პირველადი ჯანდაცვის გამართვაც, რომ ჩვენ პასუხისმგებელი ვიყოთ თითოეულ მოქალაქის ჯანმრთელობაზე. ჩვენ ყოველწლიურად გვაქვს პირველად ჯანდაცვაში კატასტროფული შედეგები. იქიდან გამომდინარე, რომ არ ყავს ახალგაზრდა ექიმები, რომლებსაც ბრძოლის ველზე გაუშვებთ და იბრძოლებენ ხალხის ჯანმრთელობის დასაცავად. სამწუხაროა ეს ყველაფერი, მაგრამ ამ ყველაფრის გამოსწორება მარტივად შეიძლება. კომუნიკაციით შეიძლება, ახალი სტრატეგიით შეიძლება და ახალი მიდგომებით.